ახაკალაძის საარჩევნო შტაბთან დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მალევე გადაიზარდა. ვითარება მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა, თუმცა აქციის მონაწილეების მხრიდან შტაბში შეკრებილების მისამართით შეძახილები არ შემწყდარა. სოციალურ ქსელში არაერთი კადრი გავრცელდა, სადაც მელიქიშვილის გამზირზე არსებული ვითარება ასახული. ამიტომ ახაკალაძის შტაბში მყოფების მისამართით გინების უარყოფის ნაცვლად ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მოტივის ახსნას სცადა. პასუხისმგებელი ვარ მე ჩემს აქციაზე და ჩემს სიტყვებზე. ჩემი გინება მან გამოიწვია ფაქტმა, რომელიც მოხდა მანამდე. ცემეს ახალგაზრდები და მათ შორის თქვენი კოლეგები. მივედი და შევაგინე. მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დაიწყო. საქმეს სამართალდამცველები თავდაპირველად ჯგუფური ძალადობის მუხლის სწავლობდნენ, თუმცა ქართული ოცნების მიმართვის საფუძველზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლი წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუხარა დაემატა. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუხარას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯად იქმედება. გამოძიებისგან შედეგებს არ ელოდება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძალადობის წყარო მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან, რომლებსაც მათი მტკიცებით არავინ დასჯის. თურმე საწყლები სხვა გამოსავალი არ ქონდათ, რომ გამოვარდნილიყვნენ ოფისიდან და დაარეოდენ ხალხს, მათ შორის ერთხად მუშტები და სილები ქალბატონებს. აი ეს არის მორალი ამ მოღალატეთა რეჟიმის. კალაძე არის აგონიაში და აგონიაში ყოფი ადამიანები სჩადიან ასეთ შეცდომებს, იმიტომ რომ ეს იყო მავნებლობა, ეს იყო შეცდომა, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა. ხედავდით ქართული ოცნების ნამდვილ სახეს, იმ ყველაფერს, რაზეც დგას დღესდღეობით ქართული ოცნების რეჟიმი და ეს არის ძალადობა, ეს არის ფაქტიურად გაუქმებული სამართალდამცავი ორგანოები. ქართული ოცნებისთვის კი საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია. ამბობენ, რომ გარე ძალების მითითებითა და ფინანსური მხარდაჭერით რადიკალური ჯგუფები მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში დაძაბულობის შემოტანას ცდილობენ. მმართველ პარტიაში მომხდარ ძალადობას გმობენ და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პროვოკაციებს მაქსიმალური სიმშვიდე დაუპირისპირონ. მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა, იმიტომ რომ ის არსებული 30 აკაცუკი არავის არ აინტერესებს. არც მათი ჩხივილი, ხავილი არავის არ აინტერესებს. ეს არის ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც არიან მოძალადეები. როდესაც შენ მიდიხარ და მიზანმიმართულად ხელს უშლი საარჩევნო შტაბს მუშაობაში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფება და იცით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია, ამას აქვს თავისი მიზანი. ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, ამას ხაზი უნდა გაუსვათ, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ეს პირველი დღე არ იყო, ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მეტი დაძაბულობა გამოიწვიონ, მოდიან საარჩევნო შტაბთან, სადაც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და აქ იმყოფება ძალიან ბევრი ხალხი. ძალიან რთული არის იმ ადამიანების კონტროლი და მოთოკვა, რომლებიც შტაბში იმყოფებიან. მიდიან და აგინებენ უწმაწურსი ქალი, კაცი, ქაჯები ერთი სიტყვით და ამაზე იყო რეაგირება, იქაც ახალგაზრდები არიან და ბუნებრივი ემოციურები არიან. და ამის გამო შემდეგ მოხდა ეს სურათი, სადაც აი ქართველს უთყავს. ეს მიუღებელია, ცუდია, დასაგმობია, მაგრამ პროვოკატორს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. საელჩოები დუმან. ისევ როგორც გერმანიის ელჩი, ისევ როგორც ევროკავშირის ელჩი. სადახართ, რატო იმალებით? მცირერიცხოვანი ფაშისტური დაჯგუფება გადაადგილდება თბილისში და აორგანიზებს სხვადასხვა ფორმის ძალადობებს. რმენის ვალდებულება ისეთი მასშტაბის ძალადობის პირობებში, რომელსაც ისინი ახორციელებენ, არ გვაქვს მათ შორის არც ჩვენ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. სწორედ ეს მოქალაქეები ასწორედ ამ მოქალაქეებმა გასცენ პასუხი გუშინ იქ მივარდნილ საზოგადოებას. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ამ ხალხის, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წევრებს და ასე შემდგომ სახით რეალურად იქ ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო.
ვინც აფინანსებს ხო რეალურად ის ქმნის სურათს. ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. კლინიკაში დაზიანებებით 4 ადამიანი გადაიყვანეს, რომელთაგან 2 მალევე გაწერეს.